რინგის მოცეკვავე. მარცხნიდან მარჯვნივ პატარა. მარცხნიდან. წაგებული იმღერებს. გაუმარჯოს ყველას, მოკლედ. ლაილაის მორიგი ეპიზოდი და ჩვენ ვიწყებთ დღეს სხვანაირად. ნოდარის მომოკვდინებელი მარჯვენის შესახებ ყველა მიცის ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ დღეს კიდევ ერთი დასტური იქნება. თუ რატო იყო თავის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონი. კი ბატონო და მთავარი. წაგებული ჩემ საყვარელ სიმღერას იმღერებს. უტე. ნახე რა გაომირიდა. წაგებული არა მოიცადე, წაგებულმა იმღეროს უტე. რა უტე ბამბა წამოდი კაცო რა. მიდი აბა და. იო, ჩამააგდე. სა ფული გააქვს? ხო გამოიტანე. არა გააქვს შენ. ჩემი რა უყარს ეს ვალე. ამის საფულეში დაგვირჩასო? პირველი შენ თუ მე? შენ იყავი კაცო. უბრალოდ პატივს დაცე. არა შენ იყავი, მიდი ჩაგიგდე და დაიწყე. ეს ჩამოვა დაბლა და მთელი ზალი გამოექანე და მიდი. ოღონდ ფრთხილად იყავა კაწერია, რომ ფრთხილად იყავი უკან ვარდებაო. ნეტა მოგხდეს. მაგრამ მე აქ რო დავდგე, შეიძლება მეომარკას. მიდი. მაცალე 3 2 1 მიდი პატარაო. ო ყოჩო. ეხლა შენ. ეხლა შენ ჩაგდა აქეთ დადექი. მოდი, მე ვიცი საითაც დავდგები. აქე დადექი, აქე. მე ასე მინდა. წაგო. ჩემი რა 50 და 56 იყო ჩემი. კიდე. არა ძმაო მე ვიგე. ხო მოვიგე. რა მე იგე მოდი აკა ბიჭო, შანსი არ არის. 50 და 56. როგორ შეიძლება ეგ რომ მოხდეს? ხო ვიმახსოვრებთ. ეგ როგორ შეიძლება მოხდეს? მიდი. 50 და 56. ო მასტაკი კონსი. აი მადა. მიდი ჩააგდე. 1-0. მოიცა გამოიწიო. 1-0. ხო, სამჯერ უნდა ვითამაშო. წეგან 50 იყო და მე ხა მოგაკდა ზალა რა. 48 და 17 იყო მე მგონი ბო. ხოლო ამას. ვინე იგონა? ვა, 1-1. შემდეგსაც ხო იცი რომ დავთვალებული. 1-1. ეს პირველი იყო და იმიტომ მომივიდა ეგრეთ სწორი. მიდი, კაი. მოდი, უკეთეს გეტყვი. მიდი. თავით ვინ უფრო მეციზავს? თავით არა იმითი. თავითო ბიჭო. ამას კიდე თავის დარტყმა უნდა მართალია, გაბატონო, ამას თავის დარტყმა არ უნდა. ვაიმე ეს ძალიან ჩუხანი ხარ უკვე. თავს არ უხდება, არც ერთ თავს. 42 რატო? შევამთავრებთ. 1-1-ია. გაბატონო თქო რომ ამას თავის დარტყმა არ მოუხდებაო რა მე ნახავი ასული. შენზე თქვა. არც უყურებ. წააგე. 42 იყავი. 42 იყავი და მე 45. 2-1 რა თქმა უნდა, ნოდარი დამარცხდა და დაიწყე ბამბა. მოიცა. უტე. მიდი. აი სულ ფეხმა დაიყენე, ყელი აი სწორე, მიდი წავიდა. უტე პაპა უტე. მერდა კიდე. ეგ არის 1-1. არ და მე მოვიგე ერთხამდე იყო. მოგერე ხახო. ესე დავიწყეთ ჩვენ და პაპა უტე. ჯელი ფეხი პაპა. ეხა მივდივართ ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში კოსტავა 77-ში და შეპირებულია გიორგი დემეტრაძე რო იქნება ჩვენთან ერთად. ეხლა გვაყირავა. დემე. ხო ნახე რა ურტყით. არ გადაგვაგდო. დამიჯერე, არ მგონია, მოვა. მოკლედ, მორიგი ეპიზოდი დაგვედოდეთ, ვიწყებთ. და მე უნდა მაჩუქოს საქართველოს ნაკრების მაისური შეპირებულია. რაღაც არ მგონია. კი, ნახავ. წავედით. აბა ჰე. ასტაბანიანა. მოკლედ, იმედია დასაწყისით ისიამოვნეთ, გაგართეთ და ეხლა უკვე ვიყოფებით ჩვენს ლოკაციაზე კოსტავა 77, ბილი ბერკ პაბი, ბილი ბერკის სახელობის ირლანდიური პაბი, ბილი ბერკ არენა. აქედან რეპორტაჟების მიყავს უკვე. გავარეკებავ შე რა. შენ აბა არა PlayStation-ი არის თო. მართლა არ ვიცი ხარი დღეს? PlayStation-ი იცი მე, თქვენ რა მითხარი?
ტელეფონის რუკების ლივსთავ ამიხამერა. რა PlayStation-ი. გეზარე, ვა ყველა თამაშობ. ტელევიზორს ლივსთავ, ჩემი ძმა თუ ხარ რა PlayStation-ი. PlayStation. თქვენ მაგარი მასტერები აქ მოყავართ, მე ვლაპარაკობ თქვენ ფულს შოულობთ. სადა ფურს აღარ გაგიწყარო, აი, რამდენიც გვერიცებ ახლა. შენი დაიწყო. და მესამე ხარს მაო გასა. და ესე იქნება, აი ძემე. ხო და მამუკა კვარაცხელია რო არ მოხვედი და მარტო რო იბაზრა იმა. მამუკას ბოდიშიო, ბოდიში. მამუკას ბოდიში. მამუკას და თქვენ ხო და ბოდიში არა იტყვა. ერთი გადაგდება აიტანეთ ახლა, ერთი გადაგდება აიტანეთ. ხალხი არის ფსოფლიოს და იმას ვინერვიულეთ რო სად არის? გადაგდება რა პრობლემა. პირველ რიგში ვინერვიულეთ ხომშვიდობაა. მოდი აქედან დავიწყოთ. მოდი რა. მოდი, აი მოდი აქედან დავიწყოთ. საიდან? არაფერი უკვე დასმული. არა, ხომშვიდობაა ის ვინერვიულება. მოდი აქედან დავიწყოთ. ამ სუყლეზე არ კიდია მე რა მომივა ამა. აი. ხო, რა რა ინერვიულა, კორსი სვავდა. შენ კულისებში რა გაკეთებია? იჯექი ხდა? დაჯექი, მოდი დაჯექი. ასე არ გაიხო მაგინტონაციის გამო. მაშინ ნაკრების მაიკას წამოიღებ. ძემე, მოდი რა გობას გაფიცებ, დავიწყოთ რითი. კვარათი რა. აი უყურე, ხო რა, რავი, აი არა თამაში თუ პერსონალურად. ტიპაჟით, თამაშით, აი ამდენ ესეთ მოკლე დროში თავს და ტიპს დაეცა რაღაც, აი უდიდესი რაღაცა ფენომენი გახდა. რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერი გახდა, რა ვიცი ხა, სოფლიოზე რო იყოს ალბათ ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება ოქროსბურთის, ხო? ხომ მეთანხმები? 1000% არის. ხა სოფლიოზე რო ვიყოთ, ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება ოქროსბურთის. ნახევარფინალში არიან. სტაბილურად თამაშობს ყველა თამაშს. სტაბილურად და თან ლიგაზე, თან ჩემპიონატ, თან გოლებს იტანს, ხო? ეხლა ნახევარფინალში ცოტა დაცვაში? არა, ხო, მე ყველაფერს კომპლექსში ვამბობ. პლუს ნახევარფინალში არიან. 5-2 იყო და აი უკვე 5-4 ბიჭო ხო 5-2 რა კამპეტი ანგარიში იყო. ძალიან მაგარი, ძალიან არა ბაიერნი არა. არა, ბაიერნი არა, სამბურთიანი ფორა ქონდა და მაგარი იქნებოდა, ხო? შენ ბაიერთან გაქონდა თამაში? კი. უფ, თან შეგდებული გოლი სასტიკი. ხო გაუტანა? კი, კახამ გაიტანა პირველი და მე მეორე. ის რა, ესე იგი, ქართველ ფეხბურთელებისთვის ბაიერნი არის აი. მოც კიდევ ისაც გატანილი. დემე ხვიჩას კალაზე ხვიჩას ბაიერს? ხო, არა 4. მეტი ვინ გაუტანა? არა, ხო, 4 გოლია გატანილი, ხო სულ? ხო, 4 ქართული გოლი. შენ, კალა და ხვიჩა 2. 2, კი ბატონო. Deutsche Meister. და თავარი ახლა ბავარიასთან იქ არ წავაგოთ ესე ვიტყვი ჯობია, ხო? ყველა გულშემატკივარი. ნუ, ხო, კვარაცხათრით. ხო, რა თქმა უნდა. და ენრიკეს მევასება რა, კაი ტიპია და. ბიჭო, მაგარ. ბიჭო, როგორი ხება? რა არის იცი? ხო, ბიჭო, სენიორ, ეს ვერ გიცანი რომ მოხვედი დო. ხუმრობის გარეშე. წამლებს, არა, წამლებს. ხო, ჰა? პადელი, ვარდი ფეხბურთი, პადელი და რა დიეტა ხო თორე? სააღო, დემი, არა, იმიტომ რომ ბოლო თამაშებზე იმაზე ვეტერინარზე რო გიყურებდით, თქვენს დიეტაზე ხართ, ხო? ჩვენ მაგარზე, შკინდა გინესი. არა, აქ ფიზიკურად ვერ დაждები დიეტაზე ხარ. გინდა რამე? არა, რა მინდა. ხო და ძალიან შენ გინდა? არა, კალორიები არა, შენ? მე კი აი ჩავ. კალორიულია, ხო მაგარი? მე რა, მთავარია არ მიაყოლოს ოფიცები ფუნტუ შეურვა. რეაბილიტაციისთვის მაიცა რო არ მიაყოლო რა არ არის კალორიული? გაიბერები, მე მიადრიშე ტუალეტში, გამოხვალ და გამხდარი ხარ. არაფერი, მართლა გემ. არაფერი. არა, თავარი სოსისები და თევზები. არა, კანჭი და სოსები და არა, მაგიკი. No. სხვათა შორის ახლა ბილბაოში ვიყავი და მე და ბუკა შემხვდა, რა ბასკების მეტი იქ რა იყო. და შენ ბობოს საიდან? ბასკების მეტი იქ რა იყო. ბასკეტია დაბა ვის შეხვდებოდა? ხო და ვისაიდან ხარ და იოსო და ხეორხია მე. გეგონება ფონიჭალაში ყო და ბასკები შეხვდა. ბილბაოში ყო და ბასკები შეხვდა. შეხვდა. სხვანაირად. რას უყვები რას ჭუბობ თქვენ? მოვიდა, მიკითხა საიდან ხარ? საქართველოსდან გიორგი დემედრადე, ესე მითხრა. დაიგინე, რომ მართლა ეგრე იგი. მე არ მიყვარს ეგ სიტყვები. დაიფიცე მაშინ. შენ თავს პიცა ვარ. და მე კრუზ არ მითხა? კრუზი ხარ ხა ბასკურ დერბიში ქონდა ისა დებიუტი გიორგი. კრუზმა მითხა მაგარი აი რა გიორგი. კი, კრუზი კაი ჯიგარი ტიპი იყო. კი, არგენტინელი. ეს 1-5 დღე ლიგის ფინალისტებს სიცხეებში ერთად მოძრაობდი და ეს რო წაიკითხა, ძე გვარი თვითონ მითხრა. მაგარი ფეხბურთელი იყო. კი, რასპია კაი იყო. ფეინორდში იყო და მე ინტერში იყო და ლაციოში. ლაციოში არ მახსოვს? იყო. ლაციოში. აი გაიგე, სწორად გამახსენე. და შენზე მართლა კაი ხანი მელაპარაკა. აი შენ ყველგან
კონტაქტი. ჯიგროურია და ხო. ამიტომ ახლა. მობისმენე, აი ახლა კეცბაზე როგორ არ გკითხოთ, მაინტერესებს შენი აზრი. ძალიან მაგარია. რას წამოიღებს აი ახლა ეს ამბავი, რას მოიტანს ქართული ფეხბურთისთვის? ჩვენ ვიტყვით, რომ ძალიან კარგს. კეცბა დინამოშია. რა თქმა უნდა, ძალიან სავალალო მდგომარეობაშია დინამო, ხო? დაბრუნდა სავარცხლობაში იყო და მივიდა და მოიგო. მივიდა პირველი თამაში გასვლა მოიგო, იმედი გვაქვს ყველასო თბილისის დინამო ჩვეულებრივად როგორც ტრადიციულად ჩემპიონობაზე იბრძოლებს, ხო? ამდენი წელია უკვე ვიცი, მაგრამ თბილისის დინამოს რო ჩემპიონობა უკვე გაუჭირდება, ცოტა რთულია და კეცბა მოვიდა რამდენი ამხელა გამოცდილების მწვრთნელი, მაგარი მწვრთნელი. მე იმედი მაქვს, რომ თბილისის დინამო ალბათ წელს ჩემპიონობისთვის დაერხათ ფეხბურთელებს? დისციპლინის ამბავი. და მე მგონი ამ თაობას ეგ პრობლემა არა, ბიჭო, ეხანდელი თაობა ძმა. ხო, არა. დისციპლინის პრობლემები არ თქვენ განსხვავებით. ხო, არა, დისციპლინის პრობლემები არც იქნება, მაგრამ მე გეუბნები თამაშის ხარისხი. შენ არ ღვევდი რეჟიმს? არა, რას ქვია არ ღვევდი. რა ჩვენ თამიჯეთ ფარერებზე კაბინაში და ნაცხოვ არა, ნუ ეხა ფარერებზე სხვა რეისი რო აიყო. სხვა რეისი არა, ერთი რეისი იყო კოპენჰაგენიდან და კიევიდან. ხო, მაგრამ კიევიდან დააგვიანა რეისმა. ვიცი, კიევიდან და კიევისა კოპენჰაგენიდან იყო ერთი რეისი და დააგვიანა. როგორ შეგიყვანა ნაწავნასომი? ხო, აბა. ნაწავნასომი ჩამოდიო, ჩვენთან აი მაგას ვინჩევიტო. მე ვიჯექი რეპორტაჟი ღია ფანჯრიდან ვიყავდა გახსოვს სასაშინელის იყო პირობები. ფეხზე ვიდექი სტადიონი და ბურთი რო ვარდება და სელაპებს მიქონდა და ეს მე რო ჩამოფრიდი ის ტიპი რო დამხვდა ვინც მუშაობდა აეროპორტში ნაკრების ფეხბურთელი რო ის დამხვდა და ნაკრების ფეხბურთელი ხო ნაკრების ფეხბურთელი იყო ხო აეროპორტში მუშაობდა ტაქსის ზღოლი იყო პრეზიდენტი ეგ არ ვიცი მაგრამ მე ვიცი ზუსტად ხო და მე რასაც შევესწარი აეროპორტში მუშაობდა ის ბიჭი რა ნაკრების 4 კაცი მუშაობდა ფედერაციაში გეფიცები 4 კაცი და განათება რო არ ქონდა სტადიონზე იმიტომ სუძღერო იყო დღე იყო კი მაგარი და ნისლი იყო თუ არ ვწდები ხო ნისლი და სელაპები არწივები სასტუმრო კაი იყო თქვენი კი ჩემი არა დემე ეგ არ მახსოვს ხო ის ჩემი სადგეხოება მაგარ ვიყავი გამაგდო კონტროლერმა გამაგდო თქვენი თაობის ნაკრების ბიჭებიდან ესე იგი ნემსა იყო დინამოს თავარი მწვრთნელი ბოლო პერიოდში ცხადა იყო ცხადაძე და აეხლა არის კეცბაია რა კიდევ ვიღაცა თავისი არა სხვა 90-იანების თაობის მწვრთნელი არა ვინ ჩამოთვალე გოგი ჩაიშვილი იყო ხო სხვა არ მახსენდება კი არა და არ იყო ხო და აი კეცბას ერთ გამოარჩევდი განასხვავებთან ახლა რამე შედარება მინდა მოიყვანა უბრალოდ აი დისციპლინა ეგერთი ვიცით მომთხოვნია მკაცია რა თქმა უნდა დისციპლინა მომთხოვნი მკაცრი გამოცდილება რა თქმა უნდა ჩემპიონატი ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა ანართოსისი ხო თუ ახლა გამოცდილების გახსოვს დედალსი და სავიო ხარ კი სავიო რეალში არის ხო სავიო ეგ სავიო ბრაზილიური ყავდა მაგარი გუნდი ყავდათ კი და გაიყვანა ჩემპიონთა ლიგა და ჟოზეს ეჭიდავა ინტერს მაგრამ ეჭიდავა ესე გააგზავნე ხო უთხრა ჟოზე ცნობილი ის არის ანუ გვაქვს იმედი რომ რა თქმა უნდა ეხლა თამაში ბათუმში ნუ ბათუმზე ხა პრობლემა ახალგაზრდული გუნდია რა და ტრანსფერები აქვს დახურული ვერაფერს შვებიან ბათუმის დინამო ფული არის ხო აბა ბიჭო მაგრამ უყურე აკადემიის ფეხბურთელები აკადემიის და რაღაცა ვერ იმატებენ ვერ ხა გაიხსნება მალე რა და მე რაღაცა ფული არის უკვე პატრონი მივიდა ასე ვთქვათ ეს არ დატოვებენ და წავიდა საუბარი რომ კვარას პატარა ძმას ამ 16 არა დღეს არა უკვე ვარჯიში ავარჯიშა და პირველ გუნდთან ერთად და რო კითხეს რომ 16 წელი პატარა არა მაგას რა მნიშვნელობა აქვს თავარი ადამიანი არა ასაკს რა მნიშვნელობა აქვს იამალი რამდენი წლის არის იამალი ხო ეხლა კი მაგრამ იყო ბაღის საბავშვო ბაღის 17 ხო 17 არა მანამდე რეალში ითამაშა ბიჭო ბარსელონაში ითამაშა 16 თამაში კი ბატონო 16 მაგას მნიშვნელობა რა აქვს ადამიანი ასაკში იქნება თამაშობს თუ ახალგაზრდა თავარია ისე არასდროს არ მეკითხავს რამდენი წლის ხავი რომ ითამაშე უმაღლეს ლიგაში ჩვენთან 17 წლის ხო 16 ხო ამ ზად თუ ხარ ამ მნიშვნელობა აქვს არა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირიქით დაგვატყბოს თბილისის დინამოა ფლაგმანია საქართველოს ფეხბურთის და გამოიჩენს თავს და ხა მე ჩემი თაობა ხა მე ის თაობა ვარ ამათ ჩემი რო სტადიონზე სემიჩკა რიტუალი ქონდა ზესუმზე რა გაზეთი ხიძე გადავიდა და მოწამლული ვარ ამ დინამოთი ძმაო ხა რაც არ უნდა იყოს ყველა გუნდი მომწონს და ის მაგრამ დინამო არის რავი ხა
რეტრომაისურიც მაქვს, ისიც მაქვს. დინამო მიყვარს რა იგე და ეხა ისეთი ფეხბურთელები და ისეთი გუნდი იყოს, მაგრამ რა ვიცი და აუცილებლად გასწორდება სიტუაცია. რა ფეხბურთელებს გაუვლიათ თბილისის დინამოში და მგონი გამოსწორდება და ალბათ ვიხილავთ 3-4 და ჩემპიონობაზე იბრძოლები. შენ რას მეტყვი? მე არ ვიცი ხა წელს არ ამგონია ბიჭო ეხა ძალიან უკან არის. თემომ თვითონ თქვა რომ ეხა პირველივე არა მე უყურე რამოდენიმე თამაში ხდება ძალიან ჩადიდი ჩამორჩენაა. არა რას გეუბნები ადვილი არსად არ არის, მაგრამ რასაც უყურე ხო გუნდები არის თანაბარი თითქოს ხო? კეთმა კიდევ გამოირჩევა, იცი? ობიექტურად აფასებს ყოველთვის სიტუაციას. წელს თუ არა მომავალ დარწმუნებული ვარო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ყველა ვარიანტი. მე მგონია რომ ახლა ევროპაზე გადის გუნდი, კაცო, კონფერენს ლიგაზე, ეგრე არ არის და ტრანსფერები. არიან ეხლა და ტრანსფერები არის საჭირო. ფეხბურთულ ფეხბურთში ბევრი არა, ეგ ყველაზე მაგარია რომ ეხლა კონფერენციაზე რო უწევს გასვლა დაიმატებენ ფეხბურთელებს. მედია. იმედია რომ ეხლა არ ვიცით ჩვენ რა შეთანხმებით, რა პირობებით მივიდა. ვიცით რომ 2028 წლის ბოლომდეა იქ ალბათ იქნებოდა მოთხოვნები, რაზეც დაბრო უთხრეს კი, რა თქმა უნდა და ეგრე იქნება რა ალბათ. ფეხბურთელები თუ არ მიიყვანა? დე, სული რომ გუნდში მოდის. შენ მოსული იყო და გუნდში მიყიდე. შენ მოთხოვნები ხო გექნება? რა თქმა უნდა. ლოგიკურია. და თუ აწერ ხელს უკვე ესე იგი შევტანხმდით. მით უმეტეს გუნდის სავალო მდგომარეობაშია, უკან არის, რა თქმა უნდა მოთხოვნები გექნება რომ პოზიციები გაიმაგრო და იყიდო ფეხბურთელები რომ იბრძოლოს სამეულისთვის, როგორც მინიმუმი ხო თბილისის დინამოა, ხო? ნუ აი უყურე რა ხდება. ალბათ ქუთაისის ტორპედო იქნება. ფავორიტი იბერია რა თქმა უნდა. ტრადიციულად იბერია ქუთაისის ტორპედო და ბიჭო აი რუსთავი მოდის კარგად. რასაც ჩემპიონობა რა გითხა, მაგრამ სამეულში შენ რაც წეგან თქვი, გაკვირთ ძალიან კაი რაღაცა თქვი რომ ძნელი მოსაგებია ყველა თამაში. ყველა თამაში არის მე თულია ძალიან. მე ფიქრობ რომ თუ დაიმატა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატს გულისხმობ, გუნდების რაოდენობა რამდენია, ხო? 4-5 კვალიფიციური ფეხბურთელი უკვე წინა ხარ. მაგრამ მე კიდევ სხვაგანო დავვალდა რა. ყველა გუნდს უნდა კონდეს თავის სტადიონი. ყველა გუნდს უნდა კონდეს თავის გულშემატკივარი. თავის სტადიონი უნდა კონდეს, არ უნდა ქირაობდე. მე ეს არ უნდა ქირაობდე. არა, მაქამდე მივიდეთ. რაღაც მიზეზების გამო არ არის. მე მაქამდე არ არსებობს, რომ არ მივიდეთ. ეს საჭიროა და არა, მაგრამ მინდა იყოს. არა, გინდა რა თქმა უნდა, კი არ ვამბობ. მინდა რომ ესე იყოს. არა, ბიჭო, რო იღე პასუხისმგებლობას, რომ შენ ხარ, თქვა, ამ გუნდის პრეზიდენტი რა, ზოგადად ვამბობ და ტყიბულის მეშახტე თამაშს არაგებს. ხო და არა, ბიჭო, ძალიან კარგი. გადმოსული გუნდები, ხო, რუსთავი და ბიჭო, ხო, ტყიბულის სტადიონი კეთდება. სამეულში არის რუსთავი. ტყიბულს თამაში არ წაუგია. თამაში არა, ხო და ეს ფრეაკ მოგებულია კეთილ თამაში. არა, წაგებული შეიძლება ერთი ხო, მაგრამ კარგად მიდის. კარგად მიდის რა, არა, ფაქტია ხა გადმოსული გუნდი თამაშს არ აგებს. ხო და მაგას რო კონდეს თავისი საკუთარი სტადიონის თქო. ეხლა კეთდება ტყიბულში ძალიან საკაიფო სტადიონი მითხრეს რა, მომწერეს Facebook-ზე ძალიან კარგი. ის ძველი რაც იყო, იმას არ ემონტებენ. არა, უბრალოდ სურვილია ხო? რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი და ამოცანა, მედიის, ხალხის, თქვენი გუნდების უნდა იყოს ხალხის მოყვანა თამაშებზე. აუცილებლად უნდა იყოს. ტელევიზიამ უნდა დაიწყოს თუნდაც მინიმალური ფულის გადახდა, აი თემურს დავეთანხმები ამ შემთხვევაში. მინიმალური ფულის გადახდა. ეხლა ის მიზეზი რომ არ არის რენტაბელური და ყურებადი არ არის და გავიგე, რომ ეხლა იმისი რა ქვია, მინიმალური რეიტინგი არა აქვს ეხლა ჩვენ ფეხბურთს, მაგრამ აი მაგალითად ბათუმის დინამო სტადიონი და რეპორტაჟი როა და თბილისის დინამო სტადიონი და რეპორტაჟი სიამოვნებით უყურებ რა. აი სტადიონებია და მით უმეტეს თუ არა, კაია, მით უმეტეს თუ ესწრება მაყურებელი, ხო? მაყურებელი, ხო? ხაჭოს ეხლა ბათუმის თამაში მივიდა ხალხი. მივიდა, ხო. წააგეს ეხლა, მაგრამ ნუ აი ტორპედოს ხალხ შორის იმას ქნა, გამოსწორდა მაგრამ რა. ტორპედოს სტადიონზე ჩვენთან რომ მოვიდა, კერსელი მის ფერი გამოსწორდა ისე რომ იბატონო, კი ბატონო, ჩვენ მივეცით ბიძგი. ტორპედოს სტადიონზე იყო, ხო, რომ ტორპედოს სტადიონზე რეპორტაჟი კარგია, იმიტომ რომ სტადიონია კოხტა პატარა, ხალხი დადის. ბათუმი კარგია, დინამო კარგია, ლოკომოტივი კარგია, მესხი პირველი. მერე და ხო, შემდეგი. აი ხო რუსთავი კეთდება ძალიან მაგარი. მე მაკეტი ვნახე და ძალიან კაი, იცი როგორი, აი კომპაქტური ესეთი ბრიტანულ სტილში გაკეთებული სტადიონი, ძალიან საკაიფო. ნუ წლები უნდა რამდენიმე. აი ფედერაციამ რაც რა რაოდენობის სტადიონებიც გააკეთა. ძალიან ბევრი. ინფრასტრუქტურულად რა. ადრესად იყომდენი. არა, თან არც არ ვალდებულება არ აქვს. ეს მიშენ. არა აქვს რა. არ ეკუთვნის. კერძო რო ხარ. აი ფოთის სტადიონი ხა ისეთი მაგარი ხო ისი ხა რა ისე კარგად შეიძლება შეფუთვა პატარა ევროპული სტადიონი გაიჩნდება მაგარ ადგილას თავის ტრიბუნებით ყველაფრით იმიტომ ეხა შენ რომელი გუნდია ის ნორვეგიის ბოდოგლიმპი ხო ოიმე ტიპებმა მე არ ვიცი ძმაო არა ბოლოს კი ვიცოდი რომ რომელი გუნდი გახსოვს
აი ესე დონეზე გასულიყოს როსენბურგი. არა, ესე დონეზე ამბობ. ჩემპიონთა ლიგის უპირატესობა რო გავი. ხო? არა, ამბობს ეს სადაც იარა, სადამდე იარა და როსენბურგმა ჯგუფიდან გავიდა და არა, ხო, მაგრამ როსენბურგიც ბიჭო, ხო, ის იყო. სადამდე მივიდა? ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, ბიჭო, ეს გეუბნება იქ პლეიოფებში. მე გეუბნები პლეიოფში. გამოვიდა სხვა არ ყოფილა. სხვა არ ყოფილა. ატლეტიკო მადრიდს მოუგო თან რა დროს ბიჭო სახლში არაგებდა. ხო და იცი რა არის დემე, მაგას ვამბობ რა, სწორად მუშაობენ, სწორი განვითარება, თორემ ბოდოგლიმტის სტადიონს რო შეხედავ ბერნაბეუ საერთოდ არ არის რა. რამდენი შეუვიდა ბოდოგლიმტს? მე რა მე მაგით. ფინანსურ რა? მაგა არა. რა მაგით, ეს არის რა მაგით, კაცო? მილიონები შეუვიდა, ბიჭო, გადაო. უპირ ეტაპზე გასვლა, ქულა, პლეიოფი, ყველაფერი ფულია. პლეიოფი რავი, რა შენ თქვი რა მაგით რას ჩხუბობ? არ ჩხუბობ, ამხსენი რას ამბობ? სხვა რამეს გეკითხებით, კაცო, რა ფინანსურად ხო გაძლიერდნენ? ხო დაიმატებენ ფეხბურთელს მინიმუმ შეიძლება არ გაკითხო, კი, მაგრამ მე რას გეკითხები შენ, კაცო, მაგარია ეგ პლეიოფამდე რომ მიდიხარ, უეჭველი გერიცხება, ფული უკვე მაგარია, განა რა, ცუდი კი არ არის, მაგრამ სხვა რამეს იქამდე რომ მივიდა, როგორც სწორად განვითარდა თქო. ეგრე მინდა და ეგრე გვინდა, თორე იქ რო შეხვალ და სულ ყველა თამაში წააგო, იასნა რომ ძალიან მაგარი მოყვაფი გეკრებოდა ხა. ჩაერიცხა იმდენი რომ შეუძლია მომავალ სეზონში. არ ვიცი, კიდე მაგარი და როგორ არის მანდ. მე ემატება თუ მაყოთი? კი, აბა ეტაპზე მილიონებია შეიცვალა და ქულაზე მოგებაზე კიდე თალკე ფული. კი, და თან ახლა გავიდეთ გვიწევდა ერთხელ უნდა გაძრო. ქალაქი რამდენია დასახლება ბოდოგლიმ? სტადიონზე რაც ეტევა იმდენი. ახლა მაგა ეტყვი ახლა. ის ზუსტად. ხუმრობ, მაგრამ 42000 არის თუ მეტი? სტადიონი. ბოდექვია თუ. არა, ქალაქი. ქალაქი, ნუ ძალიან ცოტაა რა. მაგას ვიძახ, მაგაზე მწყდება გული. იმდენად საკაიფოდ მუშაობენ ბიჭო და რამდენი ხანი ეთყობა ჩაყრილია ეს საძირკველი იქ, რომ მივიდნენ იქამდე რომ გუნდ ბაგერ ატლეტიკოს მოუგო გასვლაზე, ინტერი ამოისვა იღლიაში და კიდევ მივიდა და სიტი. გვარდიოლა სიტი. ე ბატონო. რა გვარდიოლა სიტი აქ გუნდმა ვერ მოუგო ნორვეგიაში ხო? ძმაო, ხოშიანად იარა და ეგ არის რა, სწორი მენეჯმენტო. ვინ ყავდა იქ, რა ქვია, პედრი გავიყავდა, ვინმე ყავდა, ლეგენდა, არა, შეიკრა გუნდის სწორი მუშაობა. მაგას ვამბობთ რა, ატმოსფერო შესანიშნავი იყო, ბრწყინვალე ძალიან კარგი. მე 43500 რა გითხარი, ანუ შევწდი რაღაცა 43000 იქ. დავიდა აუ, გვარდიოლა რო ახსენე, გუში რა ვიდეოს უყურე, იცი? აუ, იქ როა, ის პარადა გულშემატკივარი დგას არსენალის და მოაგებინე არტეტას რამე მეზიზღები ამასე დახის ავტობუსთან დახვდა. ეხა გადავიდეთ UEFA-ს და კონფერენციაზე. შენ რაზეც გინდა ენაზე გადავიდე. არა, გადავიდეთ და შენი აზრი მე მინდა საქართველოს ახალ ჯგუფს. საქართველოს ხო, ნაკრებს. ჯერ გადავიდეთ ეხა ჩემპიონთა ლიგით დავიწყეთ და გადავიდეთ ევროლიგა და კონფერენციაზე, ხო? გვაქვს შანსი. არა, მე ხა დღე-დღემდე თამაშებს გეუნები. რაიო ვალეკანო ხდება აი რაიო ვალეკანო სტრასბურგს და ვაწურინებ ძალიან კაი გუნდია რა. სტრასბურგს. ხო. შახტარი, კრისტალ პალასი, ნოტინგემი, ასტონ ვილა, ინგლისის გუნდები ერთმანეთთან კარგია, ბრაგა და ფრაიბურგი. უნაი ემერი? არა, ქვეყანა უშემნახე ორ ფინალში არის. აბა ბიჭო. ო, აბა. და სახში არ თამაშობენ. წარმოგიდგენია, სახში არ თამაშობენ, არა, სულ გასვლა გაქვს რა, ნეიტრალურ ხა ხო არ ავსება რა, შენი გულშემატკივარით იქ. არა, ეგ საკე ის არის რა და სწორი გადაწყვეტილება აბსოლუტურად რო არ ჩაკეტეს, მაგრამ გუნდები არსებობენ და თამაშობენ, სადაც ერთი მესიჯი არის პოლიტიკური გზავნილებია ძმაო და მაგას გავანებოთ პოლიტიკური მას და შახტიორის ის მითხარი. რა შანსები აქვს კრისტალ პალასთან? მე მგონია რომ 50-40. რატო არა აქ ეხა რა, ხო, ექნება რა, ხო, ეგრეა, რატო არა რო? რა ვიცი. და კრისტალ პალასი ეხა რო გითხარ რაღაცა პუტავს ხო პრემიერ ლიგის გუნდია, ნორმალურად ხო, მაგრამ ძალიან ჩათლახი გუნდია. არა, კი, მაგრამ ის რა ქვია, მაინც ჯერიქ მისტერ ევროპა ლიგა იქ არის, უნაი ემერი ბიჭო რა არის, მაგის სახელობის დასია ყველგან მაგარება ეგ იგებს, სევილიაში იყო. მე არ ვიცი. კუპერი რო გადიოდა ფინალში. ო, მაგრამ ეს იგებს და ეს იგებს და კიდე აი მე არ ვიცი. გავა ფინალში. ასტონ ვილა კი, ნოტინგემთან გავა. კი, რა არც და გვაქვს ბრაგა ფრაიბურგი. კლაუსას მას ეკონტაქტები? ბიჭო, რას მეტყვი? ბრაგა ფრაიბურგზე. სადგა გაცილ, ეხლა ბრაგა ფრაიბურგი. არა, ნუ რატო ეხლა? ეგ არის ის არის ბრაგები რო თამაშობდნენ ბაზარი არ არის. მე ბრაგა სტადიონი თანაბარი შანსები. დები რო იჩითება ძალიან მაგარი. ძალიან კარების უკან არის, ხო? შენ ატლეტიკო იმაზე მითხარი ჯობია რა, არსენალზე ჩემპიონთა ლიგა, ყვარას და PSG-ს და ბაიერნის შორის მეტყვი იყო, მანდა როგორ ფიქრობ? რა თქმა უნდა, ხო PSG გვინა ფინალში. არა, ეგ ატლეტიკო არსენალზე რას? ატლეტიკო არსენალი. რო გითხრა რომ გონია რომ ალბათ არსენალი მაინც
ის არის ბიჭო, ის არის ძალიან ის არის. ის არის ხო იცი როგორია. თვითონ როგორიც არის ესეთი გუნდი ყავს. მებრძოლი, ჩაპიჭინებული ტიპი, ყველაფერი აი ისე ვიდეო. მაგრამ სადღაც ხო უნდა გაუვარდეთ. ხო და ამას რო გაუვარდეს ესეც სუპერსტარენა ფინალებში თემებში გაქვს. ფინალებშია და ეხლა ეს არ ყოფილა ფინალში. ანუ შენ თვითონ არსენალი ხო მახსოვს UEFA-ზე და გალატასარაი მოუგო? არსენალს. პატრისევრა მიცი რა თქვა არსენალზე? Netflix-ი ვით არისო. ყოველ წლის ბოლოს მომავალ სეზონს ველოდებიო. არა და ბიჭო. აი მაშინ უნდა მოეგო არსენალს რა. მაშინ აი იქიდან ბელეტი რო ჩაჭრა იქ მერე იქ თავის გარშე ის ფინალი იყო მაგათი მოსაგები. მოსაგები და მე ანრი 1-1-ზე ვერ გაიტანა და სენიორ წევა მოეხსნებოდა წევა. ატლეტიკო მადრიდთან ითამ გითხრა. აღარ მახსოვს. არ გითამაშა. აღარ მახსოვს. ერთი პერიოდი გავარდნილი იყო რო იცოდე შენ ატლეტიკო მადრიდი. არა ვიცი, უბრალოდ გეკითხები, მეთქი თავს ზიან სადმე ხო. არა, ნუ აი ძალიან მაგარი რაღაცა ისეთი გუნდია რომ მე არ ვიცი, მაგრამ მე ალბათ ფიქრობ რომ არსენალი გავა თავის ლონდონით, ინგლისში, რა ვიცი, არ ყოფილა ბიჭო ფინალში. ნორვეგიასთან თავზე რო გაძლევდნენ ბურთებს გახსოვს? მაღალ ბურთებს რო გიგდებდნენ. გავიგონე რაც დაუძახე, მოკვდი თქვენი. 2 და 5-იანი მცველები და ნავეს. მაგარი გუნდი ყავდათ მაშინ ნორვეგია. გადა, ოფეხნოს. მაგრამ ეხა ყავთ უფრო მაგარი გონი. მაგრამ არა, მაშინ ეხა ესეთი სტარები ყავდათ ბიჭო. არა, მაშინაც მაგარი გუნდი ყავდათ. ყოველთვის იყო მე მგონი. ფლო და აი შენი თაობას და ეხლა სოლსკიერი, ფლო. ხო ეგ დრო. არა, ესეთი რობოტი მე მგონი არ ყოლიათ ეხლა. არა, ეგეთი არა. ჰალანდი, ეგეთი 5 ფეხბურთელი ჩამოთვალე, ეხლა ვინც ყველაზე მაგარია ევროპაში. კლუბებში რა, 5. დაიწყე. თანმიმდევრული. კვარაცხელია, კვარაცხელი. ბამპე, ვინისიუსი, მომთხოვებლებზე გეუნები, რაფინია, იამალი? იამალი, ხო იამალი. 5 მეტი ვინა. მეტი ახლა რა 5 რაფინია იამალი რომელი? ბიჭო რა. ბიჭო, მე მაინც იამალი. იამალი რაღაცა უფრო უსასტიკესი ბოშია. გახსოვს? აი კვარადა. აიცა გამოგჩათ. ვინ? ამ თამაშით ოლისეზე იცი. ოლისე ამ თამაშით ჩემპიონი მე არ ვიცი. საიდან გამოვარდა? არა, ესე თუ ათრევდა მაგი მენდეს მე მართლა არ მეგონა. ძალიან მარტივად აკეთებდა. მოსახოცივით მოიქნე 1-2. ბიჭო, ისა აი შენ ხო თამაშობდი და კურაჟს რო დაიჭერ, ხო იცი? და რო გძელდება რა. არა, კურაჟთან ბურთს რო იღებს ნელ-ნელა რო და მერე რო უმატებს. ხო. ძალიან კაია. 2-3 კაცი ისე და თან ბიჭო კუთხურის ხასთან რო აკეთებს მაინც და მიდის და ბურთს ინარჩუნებს და მერე პასაძლებს, საიდან იტანდა იმას? დაცვა რო გითხრა რომ რომელიმე გუნდს მაგარი დაცვა ყავსო ვერცერთზე ვერ. რავი, ღომაროთხი გაუშვა იმან 5 ნახევარ ფინალში. ვერცერთ ადრე გუნდებს ყავდა დაცვები. ატლეტიკოს არა? მილას მაგარი დაცვა ყავდა? საოცარი. რასავო ბიჭო? მალდინი კალაძე და იმის ყავდა ძალიან მაგარი. იუვენტუს ყავდა მაგარი დაცვა? ძალიან მაგარი. ყველას. მანჩესტერს ყავდა მაგარი დაცვა ყავდა. ყველას, კი. არა, ყავდა, როგორ არა რა. ეხა ეგეთ მიზანს თემას ყავდა ეგეთ. ინტერს ყავდა მაგარი დაცვა? ყოველთვის. რომას ყავდა მაგარი ალდაირი და ისინი ყავდა? ყველას ყავდა, გეუბნები. ეხლა აღარა 90-იანებიდან 2000-იან. ყველას კი არ ყავს. არც ერთ გუნდს არ ყავს სრულფასოვანი მაგარი და მე რა ვიცი, შეიძლება მეშლება და შემისწორეს. ზოგადად პრობლემა არის მე მგონი მცველების სოფლიოში. არა, გუნდებს, იტალიურ გუნდებს ხო ყველას მაგარი დაცვა ყავდა. ეხლა არაფერ არ უმშ არ ყავს. არა, ეხა იტალიურ და ეს ფეხბურთელი არ არის. იტალიას ვერ ნახავ და ისა გუშინ როგორც ითამაშა ატლეტიკომ, ხო გავიდა 2 გოლი მარტო. ისეთი კატასტროფული დაცვა ყავს ატლეტიკო მადრიდს, შენ წეგან რას თქვი გეთანხმები რა, იქ ინგლისში საკუთარი გულშემატკივრის ფაქტორი, ატმოსფერის ამ დაცვით და იმ დინამიკით, ინგლისური დინამიკით თუ მიაწვა არსენალი რაღაც არ კატასტროფა რაღაცა. პირიქით, მე გითხარი. ყველა გუნდს მაგარი დაცვა ყავდა. შევიკავოთ. აი ის პირიქით მე გითხარი ზუსტად ეხა ფიქრობდი ვის ყავს მე ეგეთი რომ აი ეგეთი კლასნი დაცვა რაც მაშინ იყო გუნდებში არა ერთადერთი ფეხბურთელი დამცველი ვინც მომწონს არის ვანდეიკი და მამარდაზე მოუნდა მაშინ მოვკდა 100 წელი შეუსრულდა ყვავით და დარჩა ვალენსია ლივერპულის დაცვა მამარდას რომ მიეცა შანსები მაშინ ჩაიფუშა ძმაო რა ხო და რა მაგრა გისწორდება ეხლა შენ მამით აი ეხლა რო უყურებ შენ განული გზას რა რომ იმ დაცვაში იმ მაგარ პერიოდში არა ძალიან მაგარი დაცვები ყავდა ვისთან თამაშობდი და ვის წინააღმდეგ შენისთანაც თავდასხმელების წინააღმდეგ თამაში დააძნელია შენ რო იყავი
ხო ბიჭო თან ტვინი ეგეც ხო ის მომენტი ფილტვი იცოდნენ ამას იზავ მე ესე კაპ არა მაგარი დაცვები ყავდათ ეხლა რა ვიცი შეიძლება მე ჩამოვჭი ფეხბურთს ყველაზე მაგარი გოლი რომელია შენი თუ გაქვს ესე გამორჩეული არა ესე გამორჩა რა ვიცი მე ბავარიასთან რა ვიცი მე ეგრე ნუ ეხლა მნიშვნელობით ეხლა მნიშვნელობით ბავარია მე დაბადების დღეზე მაინც შენი ხო ვის გაუტარე ბავარიას არა მე რო განა გამოჭრილი ვიდეო მე შენი ვიდეო აუ გაფიცა ყველაფერს რა მაგარი კიევის დინამოს სტრუქტურა აი თვითონ ეს კოლექტიული წარდგება ეს ისა ფიზმურზადება პრესინგი მთელი ფილოსოფია ის გენიოსი იყო ის გენიოსი ახლა მაგი რო დავიწყო უნდა 1 საათ ახევარი არა აი 2 საათი რთული იყო თავიდან რა თქმა უნდა რთული იყო ყველასთვის მაგრამ ნუ ხო მაგრამ ეგ ხო არჩევდა ტიპებს ეხლა შენ შემთხვევით ხო არ წაგიყვანდა იცოდა რომ შეიძლება რა მიყავდა მაგას არჩევდა და ამზადებდა და გეუნებოდა რომ აქ რთული იქნება ვარდებოდი სუდად ხდებოდი მაგრამ უძლებდი რა ის გენიოსი იყო ის ათეულში შედის სოფიოს ყველაზე მაგარი წვრთნელი იყო ეგრე არის კი არა ის ლაბანოვსკი ფერგუსონი ეგლით ყოილი უბრალოდ არ აქვს ნუ ავი არიან ეხლა ბევრია მაგრამ ეს ლაბანოვსკი ძალიან მაგარი იყო და ერთი პერიოდი გახსოვს ავშტაკაშვილის ნაკრებში რა პათოლოგია იყო ეს 5 მსვლელი საბჭორო გააკეთეს ბიჭო წვრთნელსკი ლაბანოვსკი აი ახალგაზრდასკოვია ხო ლაბანოვსკი მე იმის მე კიევის შემდეგ უკვე ჰოლანდია ის იყო ხო თითქოს დატვირთვის მე მზეს უმზირასავით შედარებით კარგად ხარ შენ რატო ჰოლანდია მანამდე იყო ვაიმე მანამდე იყო მე იყო მე წავედი იმაში რა ქვია მე რო ლიგაში ჰოლანდია მაშინ მაგარჩი ჰოლანდია მაგარი როგორ არის მე უბრალოდ ამერია პერიოდი მეგონა რომ კიევის მერე იყავი არა სან სებასტიანი ხა ცოტა ამოქაჩა კოპა დელ რეი მოიგო მოუგო ფინალი ატლეტიკოს უყურებ აქტიურად როგორ მინდა გადმოვიდეს და გულშემატკივრობ ორ გუნდს იტალიიდან პალერმო და ესპანეთიდან ისა დეპორტივო მეთქი გულიაშვილის გუნდში რა გუნდი ყავდა თვითონ დეპორტივოს მაგარი გუნდი არ ყავდა ნებოდო როგორ არ ყავდა არ მაგარი გუნდი ყავდა მილანთან ის რა თამაში ვალერიანი და ესენი ვალერიანი ჟალტანი ჯალმინია ხო არა ძალიან მაგარი გუნდი იყო დეპო აგარ ფეხბურთს თამაშობდა ყველა მაგარი ბოლინა კარში და ყველა აი მაგას გულშემატკივრობ დეპორტივო გადმოვიდეს და აი რასინგი მგონი მაგარი ჩართული ხარ ხო? კი, და პალერმო. აი პალერმო რა? აი ნუ აი კუნძული გელაცება. არა, ნუ სიცილია მაინც მე ვასება. ატუზოს ბიძაშვილები არიან სიცილიიდან. ვიყავდათ ეხა სიცილიელს, მაგარი სკილაში ყავდათ. ერთ ჩემპიონატი ბერტყა დაიზინა. მეტი რაღაცა. ბელანომა ერთი ბერტყა დაიზინა. კი ბატონო. დემაშავილმა ერთი გაიტანა და დაიზინა. სოსიედადის თამაშებს? თამაშებს მე ყველა თამაშს უყურებ. მე ყველა თამაშს უყურებ თითქმის. ყველა ჩემპიონატს ეხა არჩევანი რო ალდესად იყო და ამდენი არჩევანი არ იყო. ბიჭო, ასე ამ პანტეანში ანტენა ვარ წავდით. ხო, ეხა სადაც გითამაშია თან რაღაცა მოყვება რა, რომ უგულშემატკივრი ხა. რამდენი წელი იყავი, რამდენი ჩატარი. კი, ეხა ყველა გუნდს სადაც თამაში გულშემატკივრი დღეს მაგალითად მინდა რომ შახტიორმა მოიგოს, ხო? აი ეს. ხო, ეხა უკრაინის გუნდია. უკრაინის გუნდია, იმ ქალაქში ვიყავ. წარმოდგენილები ვართ ჩვენ სამ უკრაინის გუნდში. არა, ხო, მაგრამ ძალიან ბევრი თამაშობდა. თითქმის ყველა ფეხბურთელი 99% საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ანგაიარა უკრაინა, რუსეთი. ხო. 99%. მაგრამ რუსეთში წარმატებულები ხვიჩამდე მე მგონი ვერავინ ვერ ითამაშა მე დიდი ფეხბურთი რა. გეუნები 99% მე ხო არ გეუნები წარმატებით თუ არა წარმატებით? არა, ხო, ობიაშვილი 100-იანი მეტი რაღა გინა ეხა ადამიანზე, ხო, ჯანაშია. მე გეუნები ვინც მოხდა კლუბებში 99% უკრაინა რუსეთში გავლინდა სკოლა. რუსეთის ჩემპიონატი რო ახსენ. რატო იყო ეგ აი რაღაცა თითქოს ჯადო რა იქიდან რო ვერ მიდიოდნენ აი რუსეთიდან და ნუ იყო კობიაშვილი გაკებენ кайფულს და კობიაშვილი წავიდა გახოკიძე PSV-ში წავიდა. არა საბოლოო ჯამში ყველა წავიდა. უმრავლესობაზე ხო არ ვამბობ ისა ერთ გამორჩეული ერთ ორ ფეხბურთელზე ხო არ ვამბობ უმრავლესობა რა იქ დარჩა და ვერ წავიდა. აი ხა 100-იანს როგორ არ უნდა ეთამაშა, ბევრად მაგარი ჩემპიონატი, უნდა ეთამაშა, ძალიან დამწყდა გული, ხო? კი, 100-იანი ძალიან მაგარი და ყველა ჩემპიონატს მოუხდებოდა. კი. რავი ხა ზოგი კლუბები იმდენად დიდრები იყვნენ, პირობებს, ხელა პირობებს ქმნიდნენ. ზოგს ერჩიმა დარჩენილი იყო, ზოგი მიდიოდა. მე გეუბნები რომ პერიოდი იყო. კი, 99% უკრაინაში ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა. კი, არა, უკრაინაში და რუსეთში. კი. ხო, ბიჭო, აი ერთადერთი რაღაცას ვიძახი რა. ამ ხელა ქვეყნები არის. და
აი მომგები გუნდი ნაკრები არასოდეს არ ყოლიათ რა. ფავორიტი ევროპის ჩემპიონატის ან თუნდაც ოფიციალურად. რუსეთი, უკრაინა რა. ანუ ხო ხვდები ძალიან დიდი ქვეყნებია, ზმაო, მილიონობით, აი ამხედა 50-ია უკრაინა, 150 რუსეთი. ხო, ხო ხვდები რა უკრაინა გავიდა, მაიცა უკრაინა თუ არ ვწდებით, ბლოხენის დროს გავიდა, მეოთხე ფინალში და ხო, ხო. და რუსეთი? რუსეთი არ გასულა არსად. მაიცა რა არ პლეი-ოფში არ გასულა, ზმაო. არა, კი, ესპანეთი გამოვა. ჰოლანდი არ გამოვაგდო, მაგრამ ასე და ლაპარაკი. ესპანეთიც გამოვაგდო 2018-ში. რატო? რომია კატო. ნახე, რა, პელებში გამოვაგდო რა. მე ეს მახსოვს ყველაზე კარგად. ეგ ძალიან კარგი იყო, გადაუარა მთელმა არა, ესპანეთმა. მაშინ ხო ის რა ლაპარაკი წავიდა ნიდერლანდებს თემებს რომ მოუგო რა. გაზში გაცვალეს ტიტული და რაღაცები და მაგითო გავაკეთე ეს რო წააგეს ბოლო-ბოლო გაუთავდა თეთყობა გაზი მეთქი რა. გამოვიდა არაგონესი და გადაულაღალაღა. უკრაინას ფეხბურთელებს საფეხბურთელს აქვს ოქროს ბურთი მოგებული. ბლოხინი, ბელანოვი, შევჩენკო. ბელანოვი ვაფშე შევჩენკო კონკრეტ რომ მოუგეს 5 რამდენი გაუტანა და შეცვლაზე გადიოდა გადაკეცილი ისე დაიღალა. ნო, საფეხბურთელს აქვს ოქროს ბურთი მოგებული. ყველა გაიტანა. კი, ყველა. ჩემპიონატზე ვაფშე. ერთი ჰოლანდიასთან პენალი. მე ბელგიასთან რაღაცა შევჩენკოსნაირი 7-იანი, აი შევარო იყო, რა კაია რომ მაგ პერიოდს მოვესარი რა, ანუ ხა შენ ბაზარი არ არის, მაგრამ რო უყურებდი რა იმას ჩემპიონთა ლიგის პერიოდი. ეგეთი მიღება, ეგეთი სირბილი, ეგეთი დარტყმა. პირველივე სეზონში 24 გოლი გაიტანა თუ არ ვცდები სერიაში. პირველივე სეზონში. ეგეთ რა მეგონა ჯიგრული ურთიერთობა кайტიფი ხო? კი, ნორმალური, კი, რა თქმა უნდა. ხო, ოქროს ბურთის მილანში რამდენი წელი იყო და ოქროს ბურთი მოიგო. ხა მილანს მე არ ვიცი, ხა მილანს როდის ეყოლება ეგეთი გუნდი. ჯერ არ ჩანს ის, ხო? კატასტროფა ჩანს. არა, ეხლა მხოლოდ არაფერი არ ჩანს. დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა მე ეგეთი დაბალანსება. ნახე, ყოველთვის ვამბობ ხოლმე რა, დღეს აი ხა იტალია რო ახსენეთ, სერიაში არ არის ერთი გასაგიჟებელი ფეხბურთელი, როგორ იცი, აი რაც შენ ჩამოთვალე წეგა. რა ფეხბურთელი ხო დაცვი დაწყებული. ერთი გასაგიჟებელი ფეხბურთელი არ არის ბიჭო გრანჩ. აი დღეს რო იწყებდე ფეხბურთის ყურებას და აი ჩემ ბავშვობაში რო ჩართავდი იუეში ხო ეყარა, იმდენი იყო. მილანი ბაზარი არ არის, ინტერი. რომა, უამრავი ყველა ლაციოს გასასწორდა მედიეტა და ისინი რა გუნდი შეკრა ბოქსში მედიეტა. რა გუნდი ყავს. საოცარ ხო და ეხლა არ ყავს ბიჭო ერთი გასაგიჟებელი ფეხბურთელი რო ჩართო რომ აი მოდი მილანს ამის. ხო, მაგრამ მაგის ფონზე ეხლა გავიგე, მაგრამ ხებს რეალს იმას ხო ყავს. რეალს ყავს, არა, იტალიაზე ვამბობ. იტალიას ფიქრობ აი. ძალიან დიდი პრობლემა ეხავს რა. რა ლეაო ხო არის კი როგორ არა მაგრამ მაგარია მაგრამ ისეთი არა ეხლა მაშინ დენს რო ვისაცვადარებ არა წარმოუდგენელი იმ შემადგენლობაში პოტენციალი არის მაგრამ რაღაცა ხასაერია აი იმ შემადგენლობაში არა იმ შემადგენლობაში დღეს არ ვიცი მე ძირითადად რა ვიცი ვინ არის ალაციო იყო რომ მოაიღო ვინ აიღო ინტერში ვინ არის კრიზისია ინტერში ვინ არის ისეთი ლაუტარო მაგრამ ევასება მაგრამ ხო ხტები ხა უყურე ერთი წამი რა ძალიან ერთხელ კიჭა რონალდოს რაც დაიწყო იტალიის სერიას კრიზისზე ლაპარაკი იმასაც ლაპარაკობდე რომ სტადიონების ტრიბუნები შევამციროთ ბევრი წელი წინ დაიწყო ეს ერთი 5-6 მეტი ლეგიონერებზე იყო აქცენტი ლეგიონერები არიან და ეს ლოგიკურად მიდის იქამდე რომ ესეთი კრიზისი არსებობს. აი ეს სხვა ქვეყნებში ლეგიონერები არ არის? ბიჭო ხო მაგრამ ადგილობრივებიც არის და ადგილობრივებსაც სხვა თამაშები და აქ საერთოდ არ იყო იტალიელი. აი იტალიის ნაკრებში ადგილობრივი იტალიელები არ თამაშობ ეს სამი ჩემპიონი. ხო და ვერ გაიზარდა. არა, გავიგე ადამიანი. მე ვერ გაიზარდა მე. იუეში და იმაში რომ ნორმალური იტალიელი არის. მე თქო სკოლებშია პრობლემა თორე. მაგას ვამბობ და ეგ ხო დაწყებულია იქიდან. აი ჩვენ რომ მიყვავდა სერია იმ პერიოდიდან არიგოსაკი იქნებოდა, კარლო იქნებოდა, ანჩელოტი ნებისმიერ ყველა გამოდიოდა ამბობდა. ამდენი ლეგიონერი არ გვინდა ადგილობრივებს მივაქციოთ კადრები. არ იყო, არ არის, აგერ ჩანს იტალია ვერ გავიდა. მაგრად ეხავს თუ. ნუ არა, ნუ ეხა მაგრად ეხავს. მილანი უკვე კატასტროფა იტალიის ნაკრები. სამი მსოფლიო ჩემპიონატია ვერ ვნახულობთ. ო, ბიჭო, ძალიან ის ჯერ იცი რა ელემენტარულად ის არის ბრენდია. გულშემატკივარი ამდენი ყავს სოფლიოში იტალიას. არა, ო და ეგ ეხლა წარმოგიდგენია სამი მსოფლიო ჩემპიონატი რომ არგენტინა ვერ მოხვდეს. აუ იქ არგენტინა გინა არა, მეგეუნები აი არგენტინის ნაკრები რო ვერ მოხვდეს სამი მსოფლიოში რა მოხდება არგენტინაში. რევოლუცია მოხდება როგორ? დააძლებენ იმას. აი რა იქნება? ლიაბომბონერას დაანგრევენ. ხუნტა გაბატონდება. ხო, არა, ნუ რა მოხდება? არა, დაინგრევა იქ აურობა, ბიჭო. იცი რის ეშინოდათ ეხლა ჩრდილოეთ ირლანდიასთან და ბოსნიასთან თამაშის წინ ვაი და ვერ თუ ვერ გავიდაო იტალიის ნაკრები. ეხლა მოდის თაობა, რომელსაც არ ახსოვს
იტალიის ნაკრები რა, მსოფლიოზე და ევროპის ჩემპიონატზე. 12 წელი ხო, წარმოიდგინე. არ ახსოვს და უკვე პოპულარიზაციას კარგავსო და ამის ეშინოდა და დაარტყა ეხლა კიდე ვერ გავიდა და ჩვენ რო ევროპაზე გავედით და აბა რა ხდებოდა ქვეყანაში, ალბათ ისე რო გავიდეთ. მალე ეგრე რაიწყო. პარაზე დაიწყებენ. ბიჭო, აი ეგიც როგორ მახსენდება, შენ რომ მომახტე, გახსოვს შემაშინე, გული გამიხეთქა ბიჭო, ტუალეტის რიგში ვიდექი, მომახტა გარეთ რო გამოვიდა. გერმანიაში ხო? ჩვენები რო იდგენ ყველა ლომა, ესენი, აღარც ამოწი, იმნერ რო გამოჩის და რაღაცა ისეთი თემა იყო რა, სახში ვიყავით რა. აუ ისე რა დროდან ჩვენი რა ნეტა ჯგუფში იტალია მაინც შევხვედროდაო, ეხლა უკვე ეგეთი ბაზარი მით, აუ ეს ესპანეთი ხო ტვინი წაიღო, ნეტა ეს იტალია შევხვედროდაო და რა იტალია ჩამოდიოდა აქ რა. სკამზე შოთას რო კითხეს ადრე ბარსელონას როგორ უნდა ეთამაშო და საერთოდ არ მინდა რომ ეთამაშო. საერთოდ ხო რა. მაშინ იყო საშინელი აუ ბარსელონა. პირველად რო ჩამოვიდა და კადრი დევს YouTube-ზე არის ეგ თამაში რა, რაიონოსის არის ატვირთული. ის რა ქვია, სათადარიგოთა სკამზე ბაჯო ისა რავანელი რა ხალხია ბიჭო ზოლა სასტავში იყო სასტავში იყო აი ხარიხას რო ხია პირველი ვიწუჩა ვაიმე რა სასტავის ის ჩეზარე მალდინია მწვრთნელი შენ წარმოგიდგენია რა შემადგენლობა იმ სათადარიგოში ეჟდა აბა ბაჯო ბიჭო მერე დაამატა თუ არა არის კრიზისი არა კრიზისი რამდენი 12 წელი ზოგადად არის ფეხბურთში ვარსკვლავების კრიზისი მე მაინც ესე მგონია ბევრი არ არიან აი რო ჩამოთვალო ხო ბევრი არ არის ხო რას გეუბნები კაცი შეიძლება ჩამოთვალო ვინ ჩვენ გვიყვარს და გვევასება ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ ვარსკვლავებზე კი არა ჩვენ ვლაპარაკობთ რომ 12 წელია სამი შესარჩევი ციკლი იტალიის ნაკრები ვერ გადის შეიძლება ჩვენსავით გაუხარდება ჩვენსავით გაუხარდებათ ალბათ გამოვაწერთ იტალია იქნება ადაპტირებული სიგნალები და ალბათ იტყვია პირველად ნაკრებზე ხო ჯგუფი ჯგუფი პირველი გვაქვს ჩრდილოეთ ირლანდია ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა ხო და ჩვენ თანაბარი ხო ისეთ ჯგუფია აი ირლანდიის არა მე გეუბნები რომ ირლანდიის ხმა ის ირლანდიაში ძნელი იქნება გასვლა რა თქმა უნდა თანაბარი ჯგუფია ხო როა იყო სახში უნდა მოიგოთ პირველი ორი თამაში უნგრეთი ჩრდილოეთ ირლანდიით ვიწყებთ ნუ ეგ არისო ცარიელ ტრიბუნაზე ჩრდილოეთ ირლანდიით ვერ ვიწყებთ ხო და სახლში თბილისში ცარიელ ტრიბუნით ხო აი მაგათთან არის მაინც და არა ვთქვა უკრაინასთან რა სხვებთან რა მაგათთან უფრო შეიძლება რას ქვია შეიძლება ხო მოგება კაცო ხო უნდა მოვიგოთ ხო შეიძლება რას ქვია ჩრდილოეთ ირლანდია ნუ არ ვიცი რა ვიცი მე სახში ყველა თამაში უნდა მოვიგოთ ხო შევეცადოთ რომ ყველა თამაში მოვიგოთ თანაბარი ჯგუფია თვითონ ნაკრებზე რა სიტყვა შენ ნაკრებზე აი შენ გადასახედიდან დღეს როგორი გუნდი ყავს ამ ჯგუფიდან მოგავიდეთ როგორ ხო იცი ისე რა ქვია ფეხბურთია როგორ დაიწყებ ხო ნო ეხა პირველი რა ფორმაში შეხვდება ერთი მეორე მესამე მეოთხე მეხუთე ფეხბურთელი ვინ როგორ იქნება ერთად დაიფაროს ხო ზოგ შეიძლება ტრავმა კონდეს ზოგი არის ჩვენ არა გვაქვს იმხედა რესურსი არ აქვს ხო რა თქმა უნდა ჩვენ არიან ის ფეხბურთელები ვინც ვერ შეცვლი რო ვერ შეცვლი ვერ შეცვლი არის კატეგორია ფეხბურთელის ვერ შეცვლი ახლა არ არის და ახლა მაგი კი არა ახლა იტალიას არ აქვს ფეხბურთელი და ახლა ისე თქვენც ძალიან კარგ უნგრეთის ნაკრებს მოუგეთ თბილისში აქ თქვენმა თაო ეხლა უნგრეთის ნაკრები კაი ნაკრებია სობოსლაის მარცხენა ის და იცი რა მითხარი კიდე ლივერპულში აგვარია კერკეზი ხო ხო კერკეზი ნუ კერკეზი რა კერკეზი რა კერკეზი იყოს ხო ჰალანდი ჰოლანდი ოვანესიანი თუ იმ ხასიათით ვიყავით აი სულ ვამბობ რა ღმერთმა ქნას აი იმ ხასიათით ევროპაზე რო გავედით, აი შესარჩევი როგორც ჩავარიხინეთ, მართლა მგონია რომ აი უპრობლემოდ გავივლით ამას. თუ იმ ხასიათზე ვიყავით. იმ ხასიათზე ვიყავით, რას ქვია ახლა? აი იმ ხასიათზე. დაბრუნდება ახლა რო დაიწყება შესარჩევი ციკლი, ეს არის რომ პირველი თამაში ძალიან რთული იყო მაგის გამო. არა, პირველი თამაში არა მაყურებელი არ იქნება და მე უკვე მაყურებელთან ერთად თამაშები, მაგრამ პირველი მართ ჩრდილოეთ ირლანდიას ალბათ ძალისმიერი ფეხბურთელები. ხო, იტალიასთან ხო ნახე. კი ბატონო. რას თამაშობდნენ? თამაშობდნენ, არის პრემიერ ლიგაში თამაშობს. კი, ყავდა ჩემპიონშიპში. კი, არიან. როგორ ესეთ ჩემპიონშიპში არ არიან. ლივერპულში როგორ არა? ალბანეთს ყავს ეგერ ალბანელები თამაშობენ წამყვან გუნდებში პრემიერ ლიგაში. რას გეუბნები?
ლივერპულშიც ყავს. ფეხბურთელი რო პრემიერ ლიგაში იქნება ხა ნორმალურ გუნდში ხა ხელწამოსაკრავი არ არის არა, არ არის, მაგრამ გუნდის სხვა არის მაინც ეხა. ნაკრები და ნაკრები სხვა არის, მაგრამ მივიდნენ აგერ პლეი-ოფამდე და იტალიაში. მივიდნენ და ეხლა იტალიაში იქ რა გჭირს, იცი, მე რას ვაკვირდები ხოლმე. ჩვენთან იციან ხოლმე ლაპარაკი რა, ეხლა სიტყვაზე აი ჩრდილოეთ ირლანდია. შეიქმნიან მერე განწყობას და იმას მოლოდინს რომ ჩრდილოეთ ირლანდია არის რაღაც აი ფარერების უკან იმის ეგრე არ არის ხო და მაგას ვიძახი ჩვენთვის არ არის გაიგე და ზედაპირულად უყურებენ მე არავინ არ უყურებს ზედაპირულად ჩრდილოეთ ირლანდია მივიდა პლეი-ოფში და იტალიასთან წააგეს რა მეგეუნები რომ უყურებენ ამდენი ფეხბურთელია პრემიერ ლიგაში სოციალურ ქსელში რო შეიხედა გულშემატკივარია ხო აბა ფეხბურთელებზე გეგონა შენ რო ამბობდი ხა სოციალურ ქსელში ვირას დაწერს არა ბიჭო ზოგადად ყველას თავის მოსაზრება აქვს ხო არ დაუშლი გაა ფეისბუქი არა დაუშლის მაგაზე არ მომბო სამწუხარო მე ბიჭო აკიდებენ რაღაცა ტვირს მეგეუნები რომ ფავორიტი იქნება ჩვენ და უნგრეთი ჯგუფში ესე იგი უკრაინა უკრაინასთან არა უკრაინას სულ გვიჭირს მაგრამ რავი უნგრეთის თამაში მომეწონა აი ეს პირველი ორი რა თბილისში რა ეგ მივაყოლოთ და მაგაზე გეუნები რა არ ვიცი ნახოთ როგორ დავიწყებთ იქიდან გამომდინარე უნდა დავიწყოთ მაგრად ხო მოგებით და დანარჩენი ჩვენ ფრე მარტო ორი ფრე თუ არ ვწდები ხო და სულ ვაგებთ რა ყოველთვის იყო უხერხული მეტოქე უკრაინა კი ყოველთვის ვიგებდით მე ბოლოს მაინც წავაგეთ არის თამაში ტოპ მიოლერის პერიოდის ნაკრები აი იქ რო ჩახვედით ბიჭო მაგას იგებდით ორჯერ ვიგებდით ხო ორჯერ ვიგებდით და წავაგეთ უხერხული მეტოქეა არა ერთხელ მე ვიცი პრობლემა რაში არის ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად ტრადიციულად რა ხო ეგრეა ეხა რა ტრადიციულად თვითონ ერია ეგეთი ძმაო არიან ჯანიანი ფეხბურთელები რა კი არა აიცავ ჯანიანი ფეხბურთელებს და ფეხბურთიც იციან ფეხბურთი როგორ არიციან ძმაო ეხა მაგაზე ორი მარტო ჯანი ვერასდროს მიმართულება არ მიეცი მარტო ჯანი ეხა აფრიკა ხო არ არის რომ დარბიან თოხი არა ფეხბურთიც იციან უკრაინულად ტრადიციულად ეხა ფეხბურთი გახსოვს აი ჩვენ რო ნიგერიას ვეთამაშეთ ადრე ამხანაგური რა ეგ კადრები როგორ ვერ ლაგოში რო გადავიდა გოლი რო გაუტანე და მედი კატაიკა ხორციკოვო და მერე რო დავიდა და ვიცემა მერე მოყენ კულუარო საუბრებს პირადში რომ სიცხეს დააბრალეს და დედასფიცაო რო შაგვირბედენ ადგილზე ტრიალებს 15 წამი აი უყურე მაინც არის პრობლემა აფრიკის გუნდები ვერ გადიან ძმა პლეიოზე ვერც პოლოფინალში ვერც ფინალში რა არის პრობლემა ყველაზე მაგარი ნიგერიის ნაკრები ყავდათ მაშინ ნაკრები იმის მერე ყველა ტოპ გუნდში წავიდა მერე ფინიდი მინიდი რავი და ბოლო თამაში იყო ეზადებოდნენ სოფლიოს ყველა ამოკაჩი ებუა ყველა ცნობილი მან ხალხმა და იტალიამ სად მოუგო ნიგერიას ბაჯოს რო არის ფოკუსი რო არ ჩაეტარებინა ერთი მეორე და გახსოვს კი როგორ არ მახსოვს და მე გამოვარდნილი იყო იტალიის ნიგერია მან იმენა გავარდნილები იყო გავარდნილები იყო ფოკუსი რო არ ჩაეტარებინა ჩაკლასა ხო მაგარი ბაჯოს მახსოვს რომ მაგ თამაში ისე გაეჭიმა კუნთრო რომ დაეცა რომ მორჩა და ვერ დგებოდა ტიპი ისეთი არ მეინეს ისეთ ჯანზე იყო ეგ არის ნიგერიის ნაკრები რა თქმა უნდა იმის მერე ბულგარეთის ნაკრებს რაც ბულგარეთის ნაკრებს ყავდა იმის მერე არ უქნია ღმერთს ჩვენ რომ მოვიგეთ თბილისში მაგსასტავს გახსოვს მაგსასტავს მოვიგეთ რა ნაკრები ყავდა სტოიჩკოვი და ლეჩკოვი და ეგენი რა კოსტადინოვი მიხაილოვი კი ძმაო საოცარი ნაკრები იყო მან მაგარი გუნდი ეხლა და რუმინეთს ხაჯის შემდეგ ისეთი არ რუმინე ისეთი კი არ არის ეხა რა ჩვენ რომ თამაშებით გაგრას ჩვენ რომ მოგვიგო იმ პერიოდს ამბო არა რუმინეთის მეგეუნები სოფლიოზე რო ყავდა აი ხა რა უნდა კითხო რა აი ნაკრები რა ჩვენი სტადიონზე მივდიოდით აი ზუსტად ვიცი რა რამდენჯერა მაქვს შეწერილი დავიგინებდი მეტი აღარ წამოვა რა საათად წავიდოდი სტადიონზე მეკიდა რა მენტალიტეტი იყო წაგებულის ანუ რთული იყო რა კი თქვენ გადიოდით რომ მოვიგებთ და ყველაფერი მაგრამ დრო იყო ცუდი რა ძმაო რა თან რა აი ყველაფერი ცუდი იყო ეხანდელი ეს ახალგაზრდა ტიპები ჩვენები ტიპებს ვაბობთ სიყვარულით რა თქმა უნდა სულ სხვა აზროვნებით არიან რა მე არ ვამბობ რომ შენ დროინდელ ნაკრებში იმის წინ რამე განხეთქილება იყო ან რაღაცა მაგრამ არ იყო ერთიანობა ისე კი იყო ზოგადად მაგრამ გუნდურობა არ იყო ხო არ იყო აი ხო არა გუნდურობა არ იყო ცუდი კუთხით კი არ ლაპარაკობ კაცო აი ხო ხდები ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემა იყო შეიძლება არეული დრო იყო თან არეული დრო როგორ არეული დრო იყო აბა რა იყო მაგრამ ნუ აი ესე ეწყობოდა რომ რაღაცა და მაინც ვაგებდით მერე ნუ ჯგუფები საქართველოს ჩემპიონატიდან ეროვნული ჩემპიონატიდან
რო ჩამოთვალო ხა ვინ წავიდა ევროპულ კლუბებში ძალიან ბევრი კი ძალიან მაგარ გუნდებში ყველა რა ეხა ვინ გინდა კინკი ყაველა აროდაძეები შელია ცხადაძე ნუ ეგენი ეხა იქაც იყვნენ ალანიაში სიტიშიც იყვნენ არ როგორ არა სიტიშიც იყვნენ არა ეს ალანიაზე რომ ვაპარაკობთ უნდა კარგად გავიხსენოთ რა მაგ დროისთვის იქ რა ფული იდებოდა სასწაული იქ რა ფული იდებოდა შისოტკა მერსედესები დაურიგეთ ბონუსები ესე იგი მეგეთყვი რომ ალანიაში რომ ფული იყო ევროპულ მაგარ კლუბებში არის. ეხლა შეიძლება ისეთი ფული იყო, რომ ისეთი ფული იყო, რომ ევროპულ მაგარ კლუბებში არის. კი, ნო, ეგრე იყო. ეხლა ანჟიში რომ აი ეწოლა და ისინი რომ ჩაიღო რობერტო კარლოსი, ბიჭო, ხვდები, ანუ მაგრამ არ გაამართლა ხო მაგ ექსპერიმენტს. კი, არა. PSG რამდენი წელი ყარეს ფული, ყარეს როგორ თქვა ეხლა ნეიმარი, მესი, კი. ინა, ბიჭო, ტიაგო სილვა და ისა რა ქვია, რა ვიცი და შენ გახსოვს აგვარია ბრაზილიელი ალვეში და შენ გახსოვს ერთი პერიოდი ლაციომ რო დახარჯა ძალიან დიდი ფული. ხო, გაისკა მედიეტა და ისინი რო იღეს რა ფული დახარჯა. აი ყურე, აი სუძველი ვენტოს გავიხსენებ, პლატინი ბონეკი და სოფლიო ნაკრები გააკეთეს. ეგ არ მახსოვს. აი, ეგ ის ყადაღებული პერიოდია იზელის იქ რო ჩამოინგრა ხალხი რო დაიღუპა და იუტუს იყო სოფლიოს ნაკრები. თან რა ფუტბოლისტები ბონეკი მაშინ ძალიან მაგარი იყო. მერე მახსოვს ესა პლატინი რო წავიდა ზავაროვი მიიყვანეს. ხო, ზავაროვი, კი. ზავაროვი მიიყვანეს. მაგარი იყო. ძალიან მაგარი, ჩემი თვლელი იყო. ძალიან მაგარი. თან ტიპის გაი ხო? კი, მაგარი. ეგ ხო ფეხბურთს ხო თამაშობდა ჩვენთან ერთად. კი, აა. სასწაული. მაგრამ იმ ძველ ფეხბურთთან პარალელებს ვალეხომ, ეხლა რო უყურებ ძველ თამაშებს. ძველ თამაშებს. თითზე ჩამოსათვლელი ფეხბურთელები არიან, ფიზიკურად ვის დღეს გაძლევდა და ითამაშებდა ამ დონეზე, ეხლა რო კვარა არის თუნდაც. კვარა უკნიდან შეხედე, ხალკი რო არის, მურთულია თუ რა, ანიმაცია რო, ბიჭო, ტიპი და თან არ დაკარგათ, მაო, ეხლა ნეაპოლში პროეს იყო, გასაგები, მაგრამ არ დაკარგა არაფერი. არა, შემოტა და როშია ადარებენ, თან ვინ ტიპები ლაპარაკობენ? რუნი, აპელო, წარმოიდგინე და ამ ბიჭმა არ ლაპარაკა ესენი და ერთ-ერთ მთავარ პლუსად ამბობენ, რომ აი ბაპეს და იმაზე ხო იძახენ, უკან არ ჩადის, შავ სამუშაო. ჩადის. ვაფშე საერთოდ არაფერს არ დაკიდოს, მაო. კარში რო დააყენო თუ არ დაგწესინო. ნაღდი გუნდური ტიპია რა, აი მაგის ვის თამაში ნახე რა. იმას ბიჭო, კადრები კი მაგარია, კი. რანა ბიჭები აქ კი და ძალიან წესიერი ისეთი კაი ბიჭი არის, აი. აუ ისე მაგის ამოწევა ეხლა კეცბამ რო ილაპარაკა დიდ დინამოში, მთავარ გუნდში. შეიძლება რომ ითამაშოს ახლა. რა თქმა უნდა. არა, ეხა თამაშს. ბიჭო, კი შეუძლია, თავის აკადემიიდან არის და ნებისმიერ დროს შეუძლია. აი მე გონია რომ კეცბას ფაქტორი რასაკვირველია, მაყურებლის მიყვანაზე ვამბობ და ყვარაზმას რო გაიგებენ, მგონია რომ რა თქმა უნდა, ეს რაღაცას ვიტყვი და აღარ ჩაგეჭირებით. აი კეცბაიაზე მინდა ვთქვა რა. მაგან რაც ნაკრებისთვის აკეთა ქართველი ფეხბურთელები სუხოძე ყავდა და ო ანოტოსისი ნაკრებში ყველა მაგან და ვაისმა კი ვაისმა მაგათმა ბიჭო თან ვაის დაურეკია კეცბას ეგრე იქცეოდა ხო არ დავასვენო კაშიაო ნაკრები წარმოიდგინე ბიჭო რამდენად ჩვენიანი იყო და ჩაპესაც როგორ იქ არის ხო ვაის კიდე კი მან აი როგორი ტიპი წარმოიდგინე და თემურმა აი მაგ პერიოდის ნაკრებისთვის აი ეს 4 ტიპი ყავდა ფორმაში სულ. ყავდა ძმაო. ჩაკვეს როგორ გავიდა ტყეში წავიდა თოფეცის რისო. გადაიდია. ფუტბოლია ეხლა რა ესე იგი რა დაგჩენია დღეს? დღეს უყუროთ ევროლიგას, კონფერენციას და ალბათ ეს რო გავა უკვე ყველაფერი დამთავრებული იქნება. არა, ლაპარაკო მაგას ამოწვით ვინც. ამოჭრით და მე ალბათ იქითა კვირაში ალბათ ამოჭრიან და როგორ არის? ამოჭრიან მე. არა, იცი რა. უყურეს და კერა რო ყავდა. ხო, ამოჭრიან. კი ასათიანი რო ყავდა. მაგარი კაცი. ჩემი დათო, ჩემი დათო. არ მითხრა რომ ეგ არ გაქვს. ჩემი დათო არის, ჩემი დათო, ბიჭო. ჩემი დათო, კი. ხო, მე როგორ არ მახსოვს, კაცო, თქვენთან. ამბართუნას უყურე? ჰა? ამბართუნა. კი, კაცო. ეხლა მე უნდა კითხო შენ, ეს უფრო მაგარი კომენტატორია თუ მე? ეხლა არ მინდა შეურაცხყოფა მოგაყენო. შენ დილუბიანად თქვიდა, იმან იმენა ერთი წლიაო. თან რაღაც თან ესე დემე თან სოსისი ესე ჩანგალი ჩაარჭო. არ პაუზა იხედა, გამოიხედა ერთი წლიარი. რა პერსონაჟია, მაგარი კაცი. მე ზის აკადა, ზის და ეს ხო 6 წლიდან უკვე ბაზასთან იყო. დედას მიცავას ორი ლეგენდა თუ არის. არა არის. მაგაზე უნდა წიგნი დავწერ. და რა მაგარია რომ ფილმებშიც არის შემოწმებული კადრები. არა, სათაური რა იქნება? შენ იქნები კურატორი. ჯოჯოხეთის კორექტორი. ჯოჯოხეთის ჯამბაზი. ამბარჩო რაგერას ამბობს. ყველა ძმა, ხო. პლატინისთან მართლა შეხვედი ხალათმე თქვი. იყო მერე. ხო, შევიდა, ო. მე დაკვატეჟა, წავედი. ვიღაცები ვერ შოულობდნენ, გონი ხა
იმის საბრინა იყო ჩამოსული ბილეთებს და მაგან იშოვა. საბრენაზეც ვკითხეთ. ხო, სადუყურებდიო და სადუყურებდი ხო და ძუძუში თო. რა მაგარი კაცი. და მე თქვა, აი კაც რა უთხარი საბრინოს შეხვდა მაგარო შეხედავს ხო. ჟორი გარი. ზო გავიშალეთ? კი. გამონოს ოქრო. მე ჯიგარი ხარ. არ დაგავიწყდეს კადრი. მოიცა უცებ ვიტყვი რაღაცას. ჯერ პირველ რიგში გამოვიწეროთ ლაილაის უბახი და ძალიან გთხოვთ. და დაალაიქეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ დემესნაირი საყვარელი კაცი მოვიყვანოთ ხოლმე. ნუ აი ჩვენთან და ეხლა დემე რა მინდა გითხრა. ჩვენ ვაპირებთ მოკლედ ლაივ პოდკასტებს რა. ოღონდ ეს თავისთავად იქნება ეს გასართობი და ლაივ პოდკასტი ქართულ ფეხბურთზე. საქართველოს ჩემპიონატი ქართველი დღეს და დროს მოგვიანებით გეტყვი მალევე. და მალე დავიწყებთ მოკლედ და იქაც იქნება ხოლმე ჩვენი სტუმარი, რომ იცოდე. გადადებას ადგილი არ ექნება. იცი რო ერთემა ტელეფონით შეგვილია რა. არა, ჯობია. არა, ისე ჯობია, ისე ჯობია რა. აბარა, როგორ ეს თემები იქნება, სხვემას დაიწყეს YouTube-ზე ლაპარაკი ქართულ ფეხბურთზე, აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. ოღონდ ჩვენ კონკრეტ მარტო ქართულ ფეხბურთზე რეალი ბარსა და რეალი ბარსა და სიტი არსენალი არ იქნება. ისე გამიხარდა თემურის ისა რა. ძალიან მაგარი ხაბიჯი გადადგა. ყველანაირად კაია ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ზოგადად. მაგარი კაია და ძალიან მინდა რომ წარმატებას მიაღწიოს. და ამის ყველანაირი პოტენციალი აქვს. და იქნება მოახერხო უახლოეს მომავალში ჩვენთან კიდევ. და ეხლა ვიდეოების სამოყრა დაიწყეს. ვიზიბრალია, მინასილები რო და ენა და კი რა, მოკლედ რა, ყველაფერი იქნება ჯიგრულად, ყველაფერი იქნება კარგად. კლუბებს და აბა დემე იყო ჩვენი სტუმარი დღეს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგალაიქეთ და შეუბეროთ, გავაგზავნოთ და გავაგზავნოთ. აცი გრაჩავზე კარგად რო იმას აქვს რა, ვერ მივამაგრებო. კაიტანი გაგდა, ეს აპწიაში გამოიიკაშა, აი ის ძმა. კარგად, დიდი მადლობა, კარგად.